ეს იტალიის ალპებია. იტალიის ჩრდილოეთი, ადგილი, სადაც ყოველი სეზონი სრულიად განსხვავებული ისტორიას ყვება. 2 წლის წინ სწორედ აქ გადმოვედი საცხოვრებლად. იმ დღიდან ერთი სურვილი მქონდა, მეჩვენებინა თქვენთვის ეს ადგილები ისეთი, როგორიც სინამდვილეშია და არა მხოლოდ ინსტაგრამის ფოტოებში. მაშინ ამისთვის არც საკმარისი გამოცდილება მქონდა და არც გამბედაობა. დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. ბოლო 2 წლის განმავლობაში მოვიარე უამრავი ბილიკი, აღმოვაჩინე ადგილები, რომლებიც ბევრმა ტურისტმაც კი არ იცის. ვიპოვე საუკეთესო კაფეები, რესტორნები და ისეთი ხედები, რომლებიც კამერაშიც კი ბოლომდე ვერ გადმოვცემ. ამ არხზე გაჩვენებთ სად ღირს წავსვლა, სად შეიძლება ბუნებაში ფეხით გასერნება, სად დააგემოვნოთ საუკეთესო ადგილობრივი სამზარეულო და როგორ იმოგზაუროთ იტალიის ალპებში ისე, რომ ზედმეტი თანხა არ დახარჯეთ და ვფიქრობ, ამ მოგზაურობის დასაწყებად ბრაიეს ტბაზე უკეთესი ადგილი უბრალოდ არ არსებობს. მოგესალმებით იტალიის ალპებში, დავიწყოთ. ეს ლაგო დი ბრაიესია, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, ალტო ადიჯეს რეგიონი, იტალიურად ალტო ადიჯე, ხოლო გერმანულად სუტიროლი ქვია. თუ პირველად ხართ ამ მხარეში შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ აქ ბევრი ადამიანი გერმანულად ლაპარაკობს. ამ რეგიონის ისტორიამ დღემდე დატოვა თავისი კვალი, ამიტომ ქუჩებში ხშირად ნახავთ გერმანულ წარწერებს, მოისმენთ გერმანულ ენას და იგრძნობთ, რომ იტალიის და ავსტრიის კულტურები ერთმანეთს ერწყმის. გამარჯობა, დღეს ჩამოვედით ბრაიეს ტბაზე იტალიის ალპებში და მე დაგიწყვალებთ. ერთ-ერთი ცნობილი ადგილობრივი თქმულების მიხედვით ბრაიეს ტბა მიწისქვეშა სამეფოსთან იყო დაკავშირებული. ამბობენ, რომ მთებში მცხოვრებმა მწყემსებმა იქ აღმოჩენილი სიმდიდრის გამო ადგილობრივი ხალხის რისხვა დაიმსახურა, რის შედეგადაც გაიხსნა მიწისქვეშა წყაროები და წარმოიქმნა ტბა, რომელიც იმ საიდუმლო სამეფოს შესასვლელს ფარავს. ეს ლეგენდა ისტორიულ ფაქტად არ ითვლება, მაგრამ კარგად ასახავს იმას, თუ რამდენად იდუმალ და განსაკუთრებულ ადგილად აღიქვამენ ადამიანები ბრაიეს ტბას. გარშემო დაახლოებით 3-4 კილომეტრიანი სერნობილი კია და სეზონის მიხედვით შეგიძლიათ იქირავოთ ნავიც. ტბის ნაპირზე ეს სასტუმრო მე-19 საუკუნის მიწურულს 1899 წელს გაიხსნა. იგი აშენდა იმ ეპოქაში, როდესაც დოლომიტები ევროპის მოგზაურთა ერთ-ერთი ყველაზე სასურველ მიმართულებად იქცა. მისი მიზანი იყო სტუმრებისთვის შეეთავაზებინა არა მხოლოდ ღამის გასათევი ადგილი, არამედ შესაძლებლობა რამდენიმე დღე გაეტარებინათ ამ ულამაზესი მთებისა და ტბის გარემოცვაში. დღესაც იგი ინარჩუნებს იმ დროის ელეგანტურ ატმოსფეროს და ბრაიეს ტბის განუყოფელ ნაწილად რჩება. მე ეს ულამაზესი ადგილები უკვე ვნახე, ახლა კი შენი ჯერია. თუ იტალიის ალპებში მოგზაურობას გეგმავს სიამოვნებით დაგეხმარები ტურის დაგეგმვასა და დაჯავშნაში, რათა ეს გამოცდილება ერთად გავიზიაროთ.